სასამართლოს რეპრესიული პროცესები გრძელდება. ამ წუთებში იწყება პროევროპული აქციების მონაწილე 11 პირის ხდომა, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ესენი არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. სხდომაზე დასწრების საშუალება ოჯახების წევრებს და ახლობლებს არ ექნებათ, რადგან ის დახურულია. განხილვა წინა სხდომაზე დაიხურა წესრიგის დარღვევის მოტივით, დღევანდელ სხდომაზეც მტკიცებულებების დასაშვებაზე უნდა იმსჯელონ. ქეთი ნადიბაიძე გვერდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ქეთი არის თუ არა მოლოდინი, რომ მოსამართლემ შესაძლოა გახსნას სხდომა და საშუალება მისცეს ოჯახების წევრებს დაესწრონ ამ განხილვას. სხდომა ჯერჯერობით დადაწყებულა და გაჩვენებთ სხდომის დაწყებამდე აქ არსებულ ვითარებას. ოჯახის წევრები, ბრალდებულების იმყოფებიან ადგილზე, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მოსამართლე შეცვლის გადაწყვეტილებას და მათ მისცემს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას. ამ მომენტისთვის არის ვითარება ასეთი, რომ სხდომა დაიწყება ნახევრად დახურულ რეჟიმში, ანუ დაესწრებიან მხოლოდ მხარეები, ბრალდებულები და ასევე მედიის წარმომადგენლები, თუმცა არ შეუშვებენ სხდომათა დარბაზში ოჯახის წევრებს, მეგობრებს, დაინტერესებულ პირებს და ადვოკატები აპირებენ, რომ შუამდგომლობის სახით მიმართონ სასამართლოს და დააყენონ სხდომის კვლავ გახსნის საკითხი და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დაიწყება ნახევრად დახურულ რეჟიმში, როგორც გითხარით და ხედავთ კიდეც კადრში, ოჯახის წევრები არიან უკვე ადგილზე მოსულები იმისთვის, რომ ნახონ საკუთარი ბრალდებული ოჯახის წევრები და თავად პირადად მიადევნონ თვალყური სხდომის მიმდინარეობას. შევეცდები ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მათი პოზიციები. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგესვამთ. პირველ რიგში მინდა გითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ სხდომა დაიხურა, წინა სხდომაზე დახურა ეს სხდომა მოსამართლემ, დღეს მაინც მოხვედით და გინდათ რომ შეხვიდეთ, ხომ? აი, რატომ არის მნიშვნელოვანი და რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ მოსამართლე შეცვლის გადაწყვეტილებას და გახსნის თქვენთვის სხდომას? რამდენადაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის მობილიზებულები ვართ და მზად ვართ უკვე ყველანაირი მოქმედებისთვის, ხო, გულისხმობ დაშვებას, არ დაშვებას. ჩვენ ყველა ვარიანტში ჩვენ პოზიციას აქ დავაფიქსირებთ, თუნდაც არ დაშვება მოხდეს ჩვენი და ყოველ შემთხვევაში მინიმალური, ანუ 50-50-ზე მაქვს რა, აი განწყობა, ჩემი პირადი განწყობა ეგეთია, შეიძლება დართოვნება, შეიძლება არ დაგააჩნია. ესწრებოდით წინა სხდომას, რამდენად ჰქონდა მოსამართლეს დახურვის მიზეზი, ნუ ფაქტია საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია ამ სხდომასთან დაკავშირებით. კი და სწორედ ამიტომ შეიძლება რომ მოხდეს ერთგვარი დათმობა, შეიძლება მოხდეს მაგის მოლოდინიც, მაგრამ მაინც მინიმალურია ეგ მოლოდინი რა ჩემგან პირადად. მადლობა დიდი, ასეთია პოზიცია ახლობლების, ოჯახის წევრების, ბრალდებულების, რომლებიც ელოდებიან სხდომის დაწყებას და მოსამართლის გადაწყვეტილებას შეუშვებენ მათ თუ არა სხდომათა დარბაზში. ბრალდებულ ქერიშვილის დედასხვედა ახლა კიდევ შეიძლება მასაც გავესაუბროთ. მოგესალმებით, ხალბატონო, თუ შეიძლება დაგისვამთ კითხვას პირდაპირ ეთერში მუშაობთ. ჯერჯერობით არ გიშვებენ სხდომაზე. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ პირადად ესწრებოდეთ თქვენი შვილის სხდომას და პროცესს? როგორ არის მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი რომ ნახავთ კიდეც და მეორეც ის გავიგებთ რა ხდება, როგორ მიმდინარეობს პროცესი. წინა სხდომაზე დაგვატოვებინეს დარბაზი და გამოგვიყვანეს ტაშის დაკვრას გულისთვის, თვითონ ტაშის დაკვრა ძანაშაული ყოფილა და ეხლაც გვეუბნებიან, რომ დახურული იქნება სხდომაო და არ ვიცით შეგვიშვება. ადვოკატიც აპირებს შუამდგომლობის დაყენებას, როგორც ვიცით. რა თქმა უნდა, ყველა ადვოკატები აპირებენ შუამდგომლობის დაყენებას, რომ ჩვენც დავესწროთ ამ სასამართლო პროცესს და რა იქნება, როგორ გადაწყდება ეს უკვე არ ვიცით ჯერჯერობით არაფერი და ჩვენ წინა რესპონდენტსაც ვკითხეთ და თქვენც მინდა რომ გკითხოთ, როდესაც თქვენ წინა სხდომას ესწრებოდით, რამდენად ქონდა მოსამართლეს საფუძველი იმ სხდომის დახურვის და რამდენად რეალურ მიზეზად მოგეჩვენათ, აი თქვათ ის ოვაციები, რაც დარბაზში იყო დამწრების მხრიდან? ეხლა ჩვენ მოგოჩვენა ისე რომ იყო არ იყო ჩვენ მაგას არავინ არ გვეკითხება. მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ რომ იმ ტაშის დაკვრას გულისთვის ჩვენთვის დარბაზი დაეტოვებინათ. დანარჩენს რას სამართლიან გადაწყვეტილებაც მიგაჩნია? არ მიგვაჩნია ჩვენ სამართლიანად. ჩვენ ტაშის დაკვრა იყო ამ ჩვენი პატიმრების გამოსვლის სიტყვებზე, რომ და ტაშის დაკვრა რა დანაშაული იყო, ვერ გავიგერო და შესაძლოა გარკვეულწილად სასამართლოს ინტერესში შეიძლება შედიოდეს ამ სხდომების დახურულ რეჟიმში მიმდინარეობა. რა ვიცი, ალბათ შედის შულა მათ ინტერესებში, თორე რატომ უნდათ რომ დახურული სხდომა ჩატარდეს და არ დავესწროთ ჩვენ და არ გავიგოთ რა ხდება იქ. ზუსტად ჩვენს გვაინტერესებს ეს ყველაფერი, მაგრამ
არ ვიცით რა მოხდება, როგორ იქნება, აი ველოდებით რომ იქნება და შევშოჩოთ და იგი ნახოთ ელოდებიან ოჯახის წევრები, ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ყოველ შემთხვევაში მედიას გვაქვს, ნებართვა ამ მომენტისთვის ასეთი ავითარება, რომ ნებართვა გვაქვს მედიას, რომ ამ ნახევრად დახურულ სხდომას ჩვენ დავესწროთ და საზოგადოებას, მათ შორის ოჯახის წევრებსაც თუ კი მათ არ შეუშვებენ, მივაწოდოთ ინფორმაცია შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ჩვენ ბრალდებულების ადვოკატებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ მტკიცებულებებს და დღევანდელი სხდომა ზოგადად დაეთმობა მტკიცებულებების დასაშვებობა, არ დასაშვებობის საკითხს და როგორც ადვოკატებმა გაგვიცხადეს, პროკურატურას აქვს საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ისინი მოითხოვენ დღევანდელ პროცესზე. დაცვის მხარეს გვექნება შუამდგომობა პროცესის მიმდინარე პროცესის გახსნასთან დაკავშირებით და ვნახოთ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება სხვა ეტაპებს, პირველ რიგში ჩვენ ადვოკატებს გვაქვს შუამდგომობა მთელი რიგი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების ხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არის კანონის არსებითი დარღვევით. შესაბამისად, ჩვენი შუამდგომობა არის დასაბუთებული და ამ ფარგლებში საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში მოსამართლემ ბრალდების ხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა უმრავლესობა უნდა ცნოს დაუშვებელ მტკიცებულებებს. დაკითხული პოლიციელების ჯანმრთელობის შესახებ მოპოვებული დოკუმენტაცია არის განცხადების სახით წარმოდგენილი, მაშინ როდესაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებათა მოპოვების კონკრეტულ წესს. ამ შემთხვევაში ამოღების ოქმით უნდა მომხდარიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება და არა მხოლოდ დაკითხვის შემდეგ. სასამართლოზე ზოგადად ამ პროცესებს რაც არ უნდა, ეს არის საჯაროობა. ამიტომ ადვოკატების პირველი ეს პროცესუალური საკითხი იქნება სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რომ ხალხი დაუშვან. შემდგომ შეგვე განიხილება პროკურატურის და დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. გვაქვს შუამდგომობა, რომ დაუშვებლად იქნეს ის ყველა დაზარალებულის ასე ვთქვათ ჩვენება, განცხადებები, დაზარალებულთა ცნობის სტატუსი არარელევანტურობის გამო, ვინაიდან არანაირი შემხებლობა არ აქვს მას საქმესთან. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს არათუ ანდრო ჭიჭინაძის, არამედ არც ერთ პიროვნებას, რომელიც ბრალდებულის სკამზე არის დღეს. აქედან გამომდინარე, შემხებლობაში არ არის და თუ ვიღაც დაზიანდა ამ აქციების განმავლობაში ყველა მათგანის ჩვენებების და განცხადებების მოტანა და სასამართლო მტკიცებულება ჩადება, რა თქმა უნდა, არის არარელევანტური. სხდომა დაიწყება ცოტა ხანში და გავიგებთ მხარეების და მედიის გარდა კიდევ ვინ შეძლებს ამ სხდომაზე დასწრებას და ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, მისცემს თუ არა მოსამართლე დასწრების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ხმაურის საბაბით მოსამართლემ ეს სხდომა ნაწილობრივ დახურა. ოჯახის წევრები და სხვა დამსწრე მხარეების და მედიის გარდა გააძევა სხდომათა დარბაზზე. ეს გადაწყვეტილება მოქმედებს დღესაც, ამიტომ დღეს სხდომა გაიხსნება ნახევრად დახურულ რეჟიმში. დღევანდელ სხდომაზე, როგორც მოისმენთ ადვოკატების მხრიდან მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ მხარეები და დღეს უკვე აღარ გადაიხედება აღკვეთი ღონისძიების საკითხი, რადგან წინა სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ეს საკითხი უკვე გადაიხედა და 11-ვე ბრალდებული, რომლებსაც პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სასამართლო ტოვებს პატიმრობაში. ასეთი ავითარება სასამართლოში ამ მომენტისთვის მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს არის 11 ბრალდებულის წინა სასამართლოს სხდომების ეტაპი. ამ სხდომას უძღვება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, რომელმაც ამ საქმიდან მოთხოვნის მიუხედავად თავი არ აიცილა.